და ძირითადი დარღვევები ხმის მიცემა, ყალბი პირადობის მოწმეებით, რეგისტრაციის გარეშე შესვლა უბნებზე და ხმის მიცემა, კარუსელი, წინასწარ შემოხაზული ბიულეტენები, რეგისტრირებულ ამომრჩეველზე ბევრად ნაკლები ბიულეტენის შეტანა უბანზე. იყო შემთხვევები, სადაც ახალი რეგულაციების მიზეზით ჟურნალისტებს გადაღებაც კი აუგზავნეს. დავწყებთ თბილისით ფარული პროპაგანდა და სამოქალაქო პირების მობილიზება, სამხედროებისთვის განკუთვნილ სპეცუბნებზე, ბიულეტენების ნაკლებობა და მოუწესრიგებელი მარკირება. დღეს დამკვირვებლებმა სიაში მკვდარი სულები და მისამართებზე მიწერილი ამომრჩეველიც აღმოაჩინეს. მოხუცი ხალი იყო შესული და ვიღაცა შეყვა და ეუბნებოდა რომ ესა ხვეწბება რომელიც უნდა შემოხაზო. ფარულ პროპაგანდაზე ფარულად საუბრობდნენ ნაძალადევის რაიონის მე-6 საარჩევნო უბანზე. აქვე უკვე ვალმოხდილ ამომრჩეველს კიდევ ერთი რეგისტრაციის გავლა უწევდა, ამჯერად ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორებთან. არაფერს არა არის სია, უბრალოდ დაწერილია ჩვენი, არ გაჩვენებთ არა გაქვს. ჩემი ნაცნობაც ხორობს აქ, ჩემი მეგობრობაც ხორობს და რა ვიცი. ნაცნობაც არ შეჭირდება მოვიზონ თუ არა, თუ ეს ადუნდა. არა, ეს მე არავის დავალებით, მე პირადად ჩემი, მე ამ უბანზე და მე პირადად ჩემი ინტერესია ვინ არის. ნუ იცით ვინ არის თქვენი მხარდამჭერები, როგორ არის? წინასწარ არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ ვიცით რა. ოჯახის წევრები ჩვენ ვინც მოდის. ჩვენი ოჯახის წევრები ამ შემთხვევაში. ნათესავების აღრიცხვა იმდენად დეტალური იყო, რომ სიაში ამომრჩეველთა გარდაცვლილი ახლობლებიც მოხვდნენ. მოვიდა მეუღლე აღშფოთებული, ჩემი და ჩემი შვილის არ მოსულაო, ვინც რეალური ამომრჩეველი ვართო და მოვიდა ჯიბლაძე დავიცისო, რომელიც არის გარდაცვლილი. კომისიის თავმჯდომარე ამ ინფორმაციის გადამოწმებამ გააღიზიანა. მკვდარი სულები მე-11 უბანზე არ დადიან, ასეთი იყო მანანა ილურიძის პასუხი. არ დადიან მკვდარი სულები, ვერ დადიან, მაგრამ ის რომ მალე მოვა, როცა ივლიან და აღდგებიან, მალე მოვა და სია მე არ მეხება, სია ჩემი შედგენილი არ არის და მე ძალით გაციტადეს. ცოცხალ მხარდამჭერებს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარის მეგობარიც ითვლიდა. მერაბ სამადაშვილის მოხალისი ამხანაგმა, რომელსაც მაიდენტიფიცირებელი ბარათი არ ეკეთა, ვინაობა არ გაამხილა. მოხალისეები ხართ მეგობარი ვარ. მერაბ სამადაშვილის მეგობარი წანდებით. და ეს ვისი მისი თხოვნით მოხდა ეს? არავის ჩემი სულ ნებასურვილით ვაკეთებ ამას ყველას. დარღვევები დაფიქსირდა კოჯრის ბატალიონის სპეცუბანზეც, სადაც დამკვირვებლების თქმით ხმა სამოქალაქო პირებმაც მისცეს. ხალბატონები, ბავშვებითაც კი შედიოდნენ, აძლევდნენ ხმებს, ეს მარშრუტკები ელოდებოდნენ, მეორე ეტაპი მიყავდათ. ბიულეტინი გაიტაცეს 54 უბანზე. დავინახე ქალი, რომელსაც ეჭირა ცარიელი ბიულეტინი, ეკითხებოდა ქალს რა ნომერი შემოხაზო და მე გაიქცა. სხვადასხვა დარღვევაზე მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციას ავრცელებდა არასამთავრობო სექტორიც. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კონვერტებისა და ბიულეტენების ნაკლებობა იყო. რამდენიმე უბანზე ვერ კონტროლდებოდა მარკირების პროცესი.